გილოცავთ აღდრომის ბრწყინვალე დღესასწაულს. რას ჯობს მათ მოსმენას და საგალობლოს. არაფერი ნამდვილად. ძვირფასო მაყურებლებო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ნათლთა გუნდის ხელმძღვანელი ქალბატონი მაია მიქაბერიძე გვეწვია გუნდის წევრებთან ერთად და რა თქმა უნდა მოусმინეთ უკვე ბავშვების მიერ შესრულებული არაჩვეულებრივი საგალობელი და ასევე რა თქმა უნდა ვისაუბრებთ ქალბატონ მაიასთან ერთად გუნდის სიახლეებზე, თუმცა სანამ სიახლეებზე გადავიდოდეთ, აუცილებლად უნდა ვისაუბროთ ქალბატონ მაიამის შესახებ თუ როგორ შეხვდით აღდგომას. ქრისტიანს გაგილოცავთ სრულიად საქართველოს ვილოცავ. ჩვენ საბედნიეროდ ისევ სამებაში შევხვდით, სიუწმინდესობა მობრძანდა და ჩვენთვის ძალიან ბედნიერი დღე გათენდა კიდევ ერთი და ესეთ მოლოდინი გვაქვს ყოველთვის შეხვედრის და შედგა ეს ლამაზი დღე. დიდი პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა, ხო, რასაკვირველია. ბედნიერება, სიხარული, პასუხისმგებლობა და ერთად შეზავებული ყველა ემოცია დადებითი რა თქმა უნდა. როგორ ემზადებიან ხოლმე აი რეპეტიციების დღეები რომ გავიხსენოთ. ჩვენ ყველა შაბათ-კვირა ვართ სამზადისში ან ახალი გეგმებისთვის, კონცერტისთვის, გალობისთვის, ტაძარში, რაღაც სხვა ყოველთვის გვაქვს ერთნაირი რაღაც განსხვავებული სამზადისი არ გვაქვს ხოლმე. უბრალოდ მე გახშირებულია ეს დინამიკა. გვაქვს ახალი გეგმებიც და ამის შესახებაც შეგვიძლია. საინტერესო სწორედ ის სიახლეები, რომელიც თქვენ გაქვთ დაგეგმილი სოლო კონცერტისთვის ემზადებით, აღსანიშნავია და როგორ ხდება მზადება და რას წარუდგენთ მაყურებელს და მსმენელს. ყოველ წელს ჩვენ ესეთ შემაჯამებელ ღონისძიებებს ვაკეთებთ და გამომდინარე იქედან რომ რეპერტუარი დიდია, მონაწილეები ბევრნი არიან, სოლო კონცერტის სახეს ვაძლევთ. წელს ამ შემთხვევაში ჩვენ გადავწყვიტეთ ქალაქ რუსთავში დრამატულ თეატრში ჩავატაროთ კონცერტი. მადლობა მინდა გადაუხადო დრამატული თეატრის ხელმძღვანელს სოსონ ემსაძეს, რომელმაც დაგვითმო და მერიას, რომელმაც დაგვითმო ეს არაჩვეულებრივი თეატრი. 24 მაისს გვექნება სოლო კონცერტი და ვიწევთ ყველას. ასევე ძალიან დიდი სურვილი გვაქვს და მზაობა გვაქვს იმისი, რომ რუსთავში უკვე ფილიალი გაიხსნას, იმიტომ რომ დიდი მოთხოვნაა უკვე. და ახლოს რადგან მდებარეობს რუსთავი, უკვე შევძლებთ რომ იქაც გავწუდეთ და სურვილები ბევრი არიან საბედნიეროდ. სხვა ქალაქებში რამდენად არის მოსალოდნელი ახლო მომავალში? ჯერ კონცერტის შემდეგ უკვე ფილიალის გახსნას ასე. ყოველთვის ამას ვაჟღერებ, რომ ვაპირებთ, მაგრამ ერთ რაღაცას გეტყვით, რომ სადაც მე ფიზიკურად ვერ ვახერხებ ჩასვლას, ცოტა ვიკავებ ხოლმე თავს და ჯერჯერობით რუსთავთან გვექნება შეხება და რუსთავში. შემდეგ უკვე ალბათ მოვახერხებთ ამასაც, რა ვიცი. ნახოთ. აი როგორ ხდება, როგორ უნდა მოხდნენ პატრიარქის ნათლულები ამ გუნდში? ძალიან დიდი მოთხოვნა ვიცით და მრავლად არიან საბედნიეროდ, რა თქმა უნდა. ჩვენთან მოხვედრა ძალიან მარტივია. იმდენად მარტივი, რომ რაღაცა გონიათ, რაღაც ბარიერებია გადასალახი, აბსოლუტურად არა. მოვიდეს უნდა გავიცნო ადამიანი, ბავშვი, რომელსაც აქვს მუსიკალური სმენა და შემდეგ უკვე პირველ რიგში რაც ხდება, რომ სურვილი უნდა დაებადოს ჩვენთან მოსვლის და არა მარტო პატრიარქის ნათლულები. აქ არიან მათი დედმამიშვილები და უბრალოდ მსურველები. უწმინდესის კურთხევა არის ის, რომ ყველას, ვისაც უნდა სიმღერა, ვისაც უნდა გალობის შესწავლა და მოვიდეს ამ გუნდში.
მოვიდეს და იგალობოს იმღეროს ჩვენთან ერთად. ძირითადად მაინც ბირთვი არის ნათლულები. კიდევ ჩვენ შაბათ-კვირაობის გვაქვს რეპეტიციები. ამჟამად ჩვენი მისამართია აღმაშენებლის 40 ნომერი. ეს არის თეატრალური უნივერსიტეტის მეორე კორპუსი და აქედან მადლობა მინდა გადაუხადო თეატრალურ უნივერსიტეტს, რომელმაც დაგვითმო დარბაზი, იმიტომ რომ ჩვენი სარეპეტიციო დარბაზი არ გვაქვს და სადაც ვიყავით, იქ სარემონტო სამუშაოებზე დაიხურა ის სკოლა, ასე რომ დავდივართ ესე და საბედნიეროდ ჩანა ადამიანები და ის ორგანიზაციები, რომლებიც გვითმობენ სივრცეს, სადაც შეგვიძლია რომ ჩვენი შემოქმედება ხელშეწყობას დიდი მნიშვნელობა აქვს, რა თქმა უნდა. კარგი იქნება თუ გვექნება მე როდესმე ჩვენი სარეპეტიციო. იმედი ვიქონიოთ რომ სულ მალე გექნებათ სარეპეტიციო სივრცე და რაც შეეხება თავად რეპერტუარს, განახლებული რეპერტუარი გაქვთ 24 მაისს როგორ წარსდგებით მსვლელების წინ. ჩვენ სიახლეები შემოვიტანეთ. გამოჩნდა თუ არა სივრცე იმისი რომ შემოსულიყო სხვა დატვირთვაც ეს გახავთ ჩვენთვის ახლა სიახლე ხალხური საკრავები. ხალხური საკრავები მოვიწვიეთ პედაგოგი არაჩვეულებრივი გიორგი შაროვი, რომელიც არის ახალგაზრდა, ძალიან ესეთი მორწმუნე წესიერი ბიჭი და ძალიან დიდი ენთუზიაზმით შეუდგა ამ საქმეს. ეს სულ რამოდენიმე თვის ამბავია. ასევე გვაქვს სიახლე ის რომ უკვე სიმღერები ფერხულების თანხლებით ამასაც ვმუშაობთ და ესეც სიახლე იქნება ჩვენი გუნდისთვის აი ამ კონცერტზე. და კიდევ პატარა რაღაცა სიურპრიზი გვაქვს, რომელსაც უკვე მაყურებელი ნახავს, უკვე რაღაცას ვიტოვე. ყველაფერი ჩვენთან გითხრათ. რეპერტუარს რაც შეეხება, აქ არის ხალხური სიმღერები, საგალობლები და ასევე კომპოზიტორთა ნაწარმოებები, ქალაქური სიმღერები, კინომუსიკა, იმიტომ რომ მინდა ამ ბავშვებს მაქსიმალურად ფართო თვალსაჩინო ქონდეთ და თვითონაც ძალიან დიდი სიხარულით მემუშაობენ აი ამ სხვადასხვა ჟანრში. და დიდი იმედი მაქვს რომ კომპოზიტორები გამოიჩენენ სურვილს და კეთილნებას რომ არაერთი სიმღერა შექმნან კონკრეტულად ამ გუნდს. ჩვენ ამ ეტაპზე ძველ კლასიკას ვეცნობით და აუცილებლობით ვითანამშრომლებთ კომპოზიტორებს. როგორ შეხვდნენ სიახლეებს? აი საკრავებთან დაკავშირებით რაც ახსენეთ. დიდი სიხარულით, ჯრიამულით და თითქმის ნახევარი უკვე დადის. როგორც ხერხდება ფიზიკურად, რასაც ვატევთ ისეთი სირთულეც მათთვის, ხო, ნიჭიერი. ხო, ეს უკვე გიორგის პრეროგატივა პედაგოგის და ერთობლივად მე უკვე აი ხა პირველი იქნება ეს 24 შოდესაც ერთობლივად წარდგება სიმღერა თანხლებით უკვე თვითონ რო შეასრულებენ ამას ყველაფერს. რაც შეეხება რუსთავის ფილიალს დაახლოებით როდისთვის უნდა როდესაც ჩვენ ქალბატონი ნინო ლაცაბიძე ჩართულია რუსთავის მერი და ჩვენ ველოდებით მის პასუხს როდის იქნება თანხმობა უბრალოდ ლოკაცია სად ჩატარდება ეს მეცადინეობები თორე ჩვენ მზად ვართ პედაგოგები მზად ვართ და ასევე ბავშვები. პედაგოგები მე ვიგულისხმე მეორე პედაგოგიც, რომელიც მუშაობს, ეს არის თორნიკე მანწკავა და კონსულტანტია რამინ მიქაბერიძე, რომელიც გუშინ წინ იყო იუბილარი. ჩვენ დიდი სიყვარულით და პატივისცემით მივლოცავთ ბატონ რამინს, რა თქმა უნდა, მრავალი ბედნიერი წელი აგერნიშნოთ ერთად. რაც შეეხება თავად მიღებას, როგორ ხდება ვთქვათ და ასევე ეტაპობრივად ხდება ხოლმე თუ არა, როგორც რუსთავის ფილიალში საუბმალოდ რო გაითვალისწინონ, ასევე აქ არსებულ გუნდში, ანუ ეტაპობრივად თქვა წელიწადში ორჯერ თუ ერთხელ არის ეს მიღების პერიოდი. ორჯერ გვაქვს და სათხაც შუა წელში შემოგვიერთდებიან ხოლმე, იმიტომ რომ ბევრმა თავისი მეგობარიც მოიყვანა მსურველი. და აი ესე ხდება რომ ძალიან მეხმარებიან თვითონ უფროსი თაობა და არა მარტო ჩვენთან განცდა იმისი რომ უცხო ადგილას მიხვედე ეს არ არის. ვინც კი მოდის თვითონ ბავშვებიც განწყობილი არიან იმისთვის რომ თბილად დახვდნენ და ეხმარებიან რომ დროულად აითვისოს ის სიმღერები რაც უკვე ამათმა იციან. მოსვლა ხდება ისე რომ აი შაბათ-კვირას როგორც გითხარით არის რეპეტიციები აღმაშენებლის 40 ნომერში. ჩვენ ყოველთვის ველოდებით მსურველებს და დანარჩენი უკვე საკონტაქტო ნომრით და დანარჩენი უკვე რაღაცა პირადი აი ჩვენი Facebook-ით ჩვენ გვერდი გვაქვს პატრიარქის ნათლულთა გუნდი დაგვიმეგობრონ და იქ ყველა სიახლე არის უკვე
მითითებული. ვიდრე ძალიან მშვიდობებოდეთ და კიდევ ერთ საგალობელს შევისრულებდეთ, ბატონო მაია, ახსენეთ ბატონი რამინი, თქვენი შვილი ასევე თორნიკე და როგორია ამ ბავშვების და მათი ურთიერთობა? ძალიან ბევრს ისწავლიან, რა თქმა უნდა, ხო, ბუნებრივია ბატონ რამინისგან, თორნიკესგან, თქვენგან ხომ სწავლობენ და სწავლობენ წლებია. როგორია მათი დამოკიდებულება და ურთიერთობა ერთმანეთთან? მე მგონი ძალიან კარგი, თვითონ ბავშვებიც ძალიან იცით რა, კარგია, როდესაც რამოდენიმე პედაგოგი მუშაობს, რომელსაც და როგორ არის იცით გაყოფილი გვაქვს რეპერტუარი. თორნიკეს თავისი სიახლეები აქვს შეტანილი, კიდე პატარა სიახლეები გვაქვს არა მარტო ქართული და არა მარტო ხალხური, რაღაცა საინტერესო ნიმუშებიც გვაქვს, ამასაც სიურპრიზად ვიტოვებ. და ბავშვები რა ძალიან ბედნიერები არიან და განსაკუთრებით როდესაც მამა მოდის რეპეტიციაზე და ბავშვებზე არანაკლებ ბედნიერი მამაა, იმიტომ რომ რამინ ბაბუს ყოველთვის ელოდებიან სიხარული და რამინ ბაბუც ესე ბედნიერდება და იხანგრძლივებს სიცოცხლეს აი ამ ბავშვები. რა თქმა უნდა, ეს ის თაობა სწორედ რომელი თაობას მიეკუთვნება ბატონი რამინი, რომელმაც ხელი შეუწყო იმ ყველაფერს, რომ დღევანდელ დღეს ვისაც კი ვხედავთ, ვინც არის მსურველი და მოყვარული და ეს ქართული ეს ტრადიციები და ყველაფერი რაც მოსდგამს დღევანდელ ახალგაზრდა თაობას, სწორედ ბატონი რამინის და მისი თაობის დამსახურების. აი ანზორ ერქომაიშვილთან ერთად მართვეს ჩამოყალიბების იდეაც სწორედ ეს იყო და თვითონ ბედნიერია რომ ამას უყურებს, როგორი პოპულარული გახდა სიმღერა, ქართული სიმღერა და აი ის რაც ჩაიფიქრეს ანზორ ერქომაიშვილმა და გვერდით დაიყენა მამა და აი ეს მართვეს ჩამოყალიბების მიზეზი რაც იყო და აუცილებლობა, სწორედ აი ეს შედეგი დადგა და საბედნიერო ძალიან ბევრი ახალგაზრდა უკვე მღერის და არცხვენიათ და პირიქით იამაყებათ ქართული ჩოხით სიარული. და კიდევ რა ჩოხაზე გამახსენეთ. ჩვენ ვანახლებთ ფორმებს, ასე რომ ბიჭები უკვე შეიმოსებიან ჩოხებით და აი რაღაცა ბევრი რაღაც საინტერესო რამ გველოდება წინ. ყოველთვის გველოდებით დიდი სიყვარულით და სიამოვნებით ჩვენს გადაცემებში და სტუდიაში. ჩვენს ყოველთვის სიხარულით მოვდივართ აქ, როგორც საკუთარ სახლში. დიდი სიყვარულით კიდევ ერთხელ მიულოცავთ ბატონ რამინს დაბადების დღეს. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ და დიდი მადლობა მობრძანებისთვის, რაც შეგვისრულებთ რომ გითხრათ. აღდგომასა შენს. Da
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ნაცვლთა გუნდი წარსდგა თქვენს წინაშე და მისი არაჩვეულებრივი ხელმძღვანელი ქალბატონი მაია მიქაბერიძე. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მოგზაურობისთვის.